კიევის ქუჩებში კვლავ მასობრივი არეულობაა. სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები დღეს დილიდან დაიწყო და უკრაინული მედიის ცნობით ამ წუთებშიც გრძელდება. ისევე როგორც პოლიციის, ასევე მომიტინგეების იარაღი უცვლელია. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს მოლოტოვის კოქტეილებით, ქვებით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და ხმოვანი ხუმბარებით უსწორდებიან. არაოფიციალური ინფორმაციით შეტაკებების შედეგად დღეს 3 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. მათ შორის სამართალდამცავებიც არიან. სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ევრომაიდნის აქტივისტები მშვიდობიანი მსვლელობით რადასკენ დაიძრნენ და შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვა დააპირეს. ბერკუტის წევრებმა მათ გზა გადაუკეტეს, რასაც დაპირისპირება მოყვა. ჩვენ ისევ და ისევ ვაგრძელებთ მშვიდობიან აქციას. მინდა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ პროტესტის გამო ხატვას მაშინ შევწყვეტ, როდესაც მივახცეთ სასურველ შედეგს. გადავაყენებთ პრეზიდენტს. თავს ძალიან კარგად და ჯანმრთელად ვგრძნობ და იმ შემთხვევაში თუ ბერკუტი ჩვენს დარბევას ესწრება მართი ძალადობისგან თავს თავისუფლად დავიცავ. ახლა ჩვენ ამ ბარიკადებს ვიცავთ, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ღამით შესაძლოა ბერკუტმა დაგვარბიოს. აქტივისტებმა დღეს შტურმის შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ოფიცერთა სახლის შენობაც აიღეს, რასაც ასევე სპეცრაზთა შეტაკება მოყვა. ოპოზიციონერებმა დაარბიეს და ცეცხლი წაუკიდეს რეგიონების პარტიის ცენტრალურ ოფისსაც. კიევის ქუჩებიდან პროტესტმა დღეს უმაღლეს რადაშიც გადაინაცვლა, სადაც ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა რადას ტრიბუნა და პარლამენტის პრეზიდიუმი დაბლოკეს. ოპოზიციის ლიდერები რადასგან იმ დადგენილების რეგისტრაციას ითხოვდნენ, რომელმაც ქვეყანაში 10 წლის წინანდელი კონსტიტუცია უნდა ამოქმედოს და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეამციროს. თუმცა რადამ ამაზე უარი თქვა. ოპოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისგებლობას ქვეყნის პრეზიდენტს აკისრებს და კვლავ ადამდელ არჩევნებს ითხოვს. მივმართავ პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რადგანაც სწორედ ისაა დამნაშავე იმაში, რაც კიევსა და ქვეყანაში ხდება. სწორედ მას აქვს პასუხისგებლობა ამ ყველაფერზე. შესაბამისად, სწორედ მას შეუძლია შეაჩეროს ეს ლოკომოტივი, რომელსაც ქვეყანა სისხლისკენ და საშინელებისკენ მიყავს. მოუწოდებ იანუკოვიჩს გადადგას ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი ამ სიტუაციაში. გამოაცხადოს ადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირებას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყებამ ოპოზიციას ულტიმატუმიც აუყენა. იმ შემთხვევაში, თუ აქტივისტები წინააღმდეგობას არ შეწყვეტენ, სამინისტრო მკაცრ ზომებს მიიღებს და წესრიგის აღსადგენად პოლიცია კანონით მინიჭებულ ძალას გამოიყენებს.